როგორ ახართ გოგონებო, იმედია ყველანი ძალიან კარგად ხართ. როგორ მზემ დააჭირა, აუგიშდები მზეზე და სიცხეებზე. აი ძალიან, ჩემთვის ძალიან სასიამოვნო ამინდებია. როგორ ზაფხულ შეეფერება. მე მგონი გადაჭიდომა ჯობს. აი ასე. ნახოთ დღევანდელი ფიქრები. დღევანდელი გრძნობები ვნახოთ, ყველაფერი ვნახოთ. რას აპირებს ვნახოთ. ნახოთ ყველაფერი. მადლობას ხوار დამავიწყა, მაგრამ რა მიდის ჩემი გული და სულით გიხდით მადლობას თქვენი აქტიურობისთვის, ყველაფრისთვის, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია და რაც უფრო მეტ мотиваციას მაძლევს, რომ გამოვიდე თქვენთან ახალი ჩანაწერებით. ვნახოთ, რას ფიქრობს ეს ადამიანი, რა ენერგიებშია დღეს. დატვირთულია, მთლიანობაში დატვირთულია. ხო, მისთვის ეს დატვირთვა, ანუ რო არ აქვს დრო, ბევრი მუშაობს, შეიძლება ვარჯიშობს, არ ვიცი, ასაც აკეთებს ერთი სიტყვით. შეიძლება სხვა სიხმარება არ აქვს მნიშვნელობა, ეს არის მისთვის ერთ-ერთი საუკეთესო გამოსავალი, რომ რაღაცა დღევანდელი სიტუაცია თქვენი არის ჩიხი, რაღაცა უნდა გადაწყდეს, მაგრამ არ დაადგა საშველი, მართლა, ხო? და ჯერჯერობით მაინც ჯერჯერობით არ აპირებს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ არ დააპირებს, მაგრამ ჯერჯერობით არა. ხო და ეს არის საუკეთესო გამოსავალი ახლა, რომ იყოს დატვირთული. იმიტომ რომ ერთი პატარა თავისუფალი დრო როგორც აქვს, იმ წუთში გადადის ემოციურ ფიქრებში, მე უკვე ხვდები ამას, რომ ემოცია აქვს. იცი რა აქვს ყველაზე მნიშვნელოვანი? თითქოს აი თავში აქვს გადაწყვეტილება, მაგრამ არ დადგა თითქოს ის დრო. არ დადგა, იმიტომ რომ რაღაცნაირად არ აწყობს, ხო, აი ნახე კიდე არის, არ ვიცი, მოკლედ არჩევანია რაღაცა, ისევე ერწყმის ყველაფერს. ვის როგორი არჩევანი აქვს, რა თქმა უნდა, თქვენ უკეთესად გეცოდინებათ და აქედან რეალურად თავს იკავებს უფრო, მაგრამ იმდენად უღირს შენზე ფიქრი, იმდენად სიამოვნებაა და თან სიამოვნებასთან ერთად სიმძიმეც აქვს ამ ყველაფერს, რადგან ეს რა თქმა უნდა არ არის არასერიოზული. ეს პირიქით მისთვის ძალიან სერიოზულია. როგორ უყურებს სამომავლოდ ამ ურთიერთობას, მაინც სამომავლოდ? ხო, რაღაცა აქ მაინც და ისეთი არასასიამოვნო ფაქტორები, ან მესამე ნებისმიერი, ან შენ, ანუ შენობა, ან სულიერი, ან სულ მოკლედ ნებისმიერი, რაც ნერვებს გიშლის, არ აქვს მნიშვნელობა და ზუსტად ეს არის აქ მთავარი პრობლემა. მეორე უყურებს თუ არა, აი რომ საერთოდ მომავალს და განიხილავს თუ არა, თავის თავში ყველაფერს შვება. უბრალოდ რამდენად გაგაგებინებს შენ და რამდენად რამეს გააკეთებს, ანუ ამაზე მე ცოტა ეჭვი მაქვს. იმიტომ რომ განაუარყოფს შენს მიმართ ტოლვას, აღფრთოვანებას, რომ ძალიან კარგი ხარ. რაღაცა თითქოს კი არ მინდოდ ხო რაღაცა აკლია. არაფერი არ აკლია, უბრალოდ არ უნდა. ახლა არ უნდა რომ გადავიდეს მოქმედებაზე. ანუ ასე აპირებ, ხო, გაჩერებას, ცოტა თანამოძრავდება, მოქმედდება, მაგრამ ეს მაინც არ არის მოძრაობა და მოქმედება, რასაც მომავალზე რამე შემოთავაზება ქვია. მაშინ როგორი ურთიერთობა გინდა შენი აზრით, შენს გულს დასვს ცხრიანი თასი, კმაყოფილი. აი ესე ზედმეტი რამის გაკეთება რო არ უნდა, თვითონ რო კარგად არის ადამიანი, კმაყოფილია, თავისი, რა თქმა უნდა, მისი დრო აქვს ადამიანს. ესე იგი არ უნდა აერიოს ერთი მეორეში, რა თქმა უნდა, ცხოვრება შენს გარშეც არის და შენთანაც, რა თქმა უნდა, სიამოვნება უნდა იყოს, მაგრამ არ არის ეს ის ტიპაჟი, რომელიც აი გულით და სულით შენთან იქნება. ხვალ ჩემი დაბადების დღეა, ახლა გამახსენდა, ისეთი შეგრძნება მაქვს გოგონებო, ახლა გამახსენდა ამის კმაყოფილი სახეზე გამახსენდა. ესე იგი ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ყველას გილოცავთ, ვისაც ხვალ გაქვთ დაბადების დღე და ვისაც დღეს გაქვთ დაბადების დღე, თქვენს გილოცავთ, ხო და?
მოკლედ ხვალ ზუსტად ვიცი რომ ვიდეოს არ ჩავწერ, არ მცალია. და აურისი რაღაცა უნდა მეთქვი ხა მნიშვნელოვანი ტყუილ არ გამახსენდებოდა. ხო. ამის სახეზე გამახსენდა. ჩემი დაბადების დღე. აი საერთოდ ვერ ვგრძნობ ვერაფერს, რომ ხვალ არის განსაკუთრებული დღე და სახლში რომ მოვედი დამახვედრეს, რომ ხვალ რომ მოვა 12 საათი, უბრალოდ დღეს რომ მოვა 12 საათი, რომ უნდა ჩაგაქრობიოს, ისა რა ქვია და გადავატრიალე თვალები, მეთქი რა ხდება. ისეთი კაი შეგრძნება, რომ არაფერს არ ელოდები, ვინც არის შენს გვერდით, ის არის და ზედმეტი არ უხდება დაბადების დღეებს. ხო და აუ რაღაცნაირად გადავერთვი ხა ეხლა მთავარი აზრი გამექცა და თან გეჭუკჭუკებით. როგორი ცხოვრება უნდა, იცი? შენთან. აი კმაყოფილი ზედმეტად რომ რაღაცნაირად თვალში არ ეჩხირებით ერთმანეთს, მაგრამ იმიტომ კი არა რომ შენთან არ მინდა და რაღაცა ზედმეტი ხარ. არა, ეს ყველაფერი უნდა იყოს რაღაცა ძალიან უპრობლემო. ანუ შენთან უნდა უპრობლემო ცხოვრება ამას და როგორც ჩანს შენგან მიღებული აქვს აქ რაღაც პატარა ჭოჭი გვერდებში ჩანს აქ. და მთავარი პრინციპი არის ეს, თუ იქნება ყველაფერი ისე როგორც მას უნდა, კარგი იქნება. კირჩხიბის ხასიათი აქვს. ან ისე უნდა იყოს როგორც მე მინდა, ან როგორც მე მინდა. რას გრძნობ? გრძნობებში ყველაფერი დაძაბულია. აი, გრძნობა მალავს თავის გრძნობას, რომელიც რა თქმა უნდა აქვს, აბა ისე ხო არ დამალავდა, აქვს, მაგრამ მალავს ამ გრძნობას. თითქოს აი რა არის, არ მოკიდა ამ თას ხელი ისე როგორცაა საჭირო და არ გაძლევს, იმიტომ რომ აი ეს თასი და თავისი გრძნობა რომ მოგცეს, მე თითქოს ვერ გააკონტროლებ სიტუაციას და სიტუაციის ადამიანი გამყოფეს ემოციურ შიმშილში. ამასო და ძალითაც აკეთებს. ხასიათიც უწყობს ხელს, მაგრამ ძალითაც აკეთებს. იმიტომ რომ აქედან ხდება და გრძნობს შენს რეაქციებს და ეს მისთვისაც ძალიან სასიამოვნო. ესე იგი დავიჭირეთ ჩვენ მისი სისუსტე. მარტო უსიამოვნება ხო არ არის, სისუსტეც არის, დავიჭირეთ. ის რომ თუ შენ რომ ემოციურ დეფიციტში ხარ და აი ეს ადამიანი კმაყოფილია, ვაიმე მე არ გაჩვენებ ჩემს ემოციას და გიყურებდეთ და როგორ გჭირდები და თან ტკბება, ესე იგი ძალიან იმაზე მეტად მნიშვნელოვანი ხარ, ვიდრე გონი. უბრალოდ ამას რაღაცა ათამაშებს აი ამ ყველაფერს ცოტა უარყოფითად იყენებს. ნუ ხო, უარყოფითად, ნუ ერთხო მანიპულაციები, რომელიც ახლა ნერვებზე მოქმედებს, თავისთავად უარყოფითია. მითხარი რას მოიმოქმედებ, მოკლედ და კონკრეტულად. არ მეუბნება, რაც არ აქვს გადაწყვეტილი იმას როგორ მეტყვის, არ მეუბნება არაფერს. მოკლედ და კონკრეტულად რომ გითხრას, როგორი კითხვას დავსვი, რა თქმა უნდა, არ იცის. ჯერ ამაზე პასუხი არ აქვს, მაგრამ არ ვიმოქმედებ, არ არის. ეს პასუხი ყველა ვარიანტში არ არის, მაგრამ რას იზამს ის არ ვიცით. მაინც კაი პასუხია ჩემი აზრით. თქვენ შორის არ არის გადაწყვეტილი მთავარი პრობლემა. რა არის მთავარი პრობლემა, არ ვიცი თქვენი, მაგრამ არ არის გადაწყვეტილი. თქვენი სიტუაციიდან გამომდინარე მოირგეთ. არ ჩვენ დაიხევ უკან, არც ის არ იხევს უკან და აქ ამ შემთხვევაში ვიხართ მართალი, ამას არსებითი მნიშვნელობა ნამდვილად არ აქვს, იმიტომ რომ ორივეს გაქვთ რაღაცნაირად აი ეს შერკინების მომენტი და არც ერთი თან კიდე უკან არ იხევთ, ან დათმობა არ მიმდინარეობს, მოლაპარაკება არა. შენ როგორ უნდა მოიქცე? საკეთილდღეოდ, რა თქმა უნდა, შენ რო კარგად იყო, როგორ უნდა მოიქცე შენ?
ძალიან მსუბუქად უნდა დაიხი, იცი რა არის? ნუ, ცხიან პენტაკლის ენერგიები ძალიან კარგია. შენ თავისკენ გააკეთე ყველაფერი. თუ უკან დახევა გინდა და რაღაცნაირად გულზე გეხამუშება ეს ყველაფერი, ძალიან მსუბუქად დაიხი უკან. ამას შენ თავისთვის აკეთე პირველ რიგში და არა იმიტომ, რომ იმას შორდებიან, რაღაცა უცნაურობები ხდება ურთიერთობაში და აქედან გამომდინარე უსიამოვნებაა ეს ყველაფერი რაღაც გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით და თუ უკვე გადაწყვიტე ეს ხო, ცოტა მოეშვი, იმიტომ რომ ძალიან კარგად გააკეთე ყველაფერი, მაგრამ თუ არ გააკეთე, უნდა გააკეთე. ოღონ არა მძიმე გულით, არამედ ძალიან ჰარმონიულად, ძალიან, იმიტომ რომ ესეა საჭირო. შენ თავისთვის ყველაფერი შენ თავისთვის უნდა მოხდეს. სავარაუდოდ, რადგანაც თქვენ გაინტერესებთ და უყურებთ ამ პიროვნებაზე, ესე იგი თქვენ პეპლებს ვერ ვიტანთ. თქვენ იტანთ პეპლებს, პეპელა მეზიზღება, ნუ არ შემიძლია ულამაზეს პეპლებიც კი. სავარაუდოდ მე აქ რასაც ვაკვირდები თქვენ რა თქმა უნდა მოგწონთ ეს ადამიანი ან გიყვართ ან უბრალოდ მინიმუმ გაინტერესებთ მაგრამ თავარი რაც არის შენ რასაც ეძებ შენ როგორც გინდა როგორც ქალი რომელიც ხარ ასეთი კარგი ცხიან პენტაკლის ცუდი არ არის ასეთი კარგი რომ ხარ და შესაფერისი არ ყავს არჩეული, იმიტომ რომ არ უნდა იყოს ემოწყენილი, ან რაღაცა ცოტა მოღუშული, რაღაცა ესე და რაღაცა არ უნდა კონდეს ეს. ამიტომ ეს არ არის ის, ვინ ჩვენ გინდა. მარტივი ახლა ვთქვა, რომ რა ვიცი, ცოტა თქვენ თავზე იფიქრეთო, მაგრამ სხვა გზა არა. უნდა იფიქროთ თქვენს თავზე ეგოისტურად. და ყველაფერი გადაილახება. გოგონებო, მე ყველას გელოდებით კომენტარებში. იმის მერე ვიხსენებ რისი თქმა მინდოდა რომ გადავერთე ხვალ დაბადების დღე მაქვს და აი რაღაცა მინდოდა მთავარი აი თქვენ სულ რაღაცა იმაზე ვაიბი წამოვიდა და დამავიწყდა ვერ დავიჭირე აზრი მე კი ყველას გელოდებით კომენტარებში დროებით